გვარების წარმოშობა უძველესი დროიდან იღებს სათავეს და საქართველოც, როგორც იმ ძველ ცივილიზაციათა შემოქმედი ხალხის ქვეყანა, ღრმა ფესვების მქონე გვარებით იწონებს თავს. ჩვენი გვარებიც, როგორც ბევრი სხვა ხალხებისა, ძირითადად ადამიანთა სახელების, მეტსახელების, სადაურობის პროფესიის და სოციალური მდგომარეობის მიხედვით წარმოიშვნენ. პირველი ნაშრომი ქართული გვარების წარმომავლობის შესახებ გამოჩენილ ქართულ მეცნიერსა და მწერალს ვახუშტი ბატონიშვილს ეკუთვნის. გადაცემაში ვისი გვარის ახალ ვეცდებით გავარკვიოთ თქვენი შენი გვარის ისტორია. მესტიის რაიონში, ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში ცხუმარში ვიმყოფებით. ახლა შევხვდებით ისტორიკოს ირაკლი არღულიანს, რომელიც მოგვიყვება თავის გვარის ისტორიას. აქვე ეზოში ცოტა სიმაღლეზე ამოვედით, იმიტომ რომ აქედან კარგად ჩანს სოფელი ცხუმარი. გამარჯობა ბატონო ირაკლი. მოგესალმებით. რა კარგი ადგილი არის. მთელ სოფელს გადაყურებთ ზემოდან. მომდივარ. თქვენი გვარის ისტორიაზე, არღულიანების ისტორიაზე უნდა ვისაუბროთ. დიახ. მაინტერესებს, ვიცით რომ ისტორიკოს ბრძანდებით და ბევრი რამე იცით თქვენი გვარის შესახებ. რას ნიშნავს სიტყვა არღული? რატომ ხართ არღულიანები? ისევე როგორც გვარის სახელთა უმეტესობა, გვარის სახელი არღულიანიც მამაკაცის სახელიდან უნდა იყოს წარმოშობილი. აღნიშნული გვარის ფუძემდებელი უნდა ყოფილიყო მამაკაცი სახელად არღულანი. სწორედ არღულანის თავმალობას უნდა დარქმეოდათ დროთა განმავლობაში არღულიანები. სოფელ ცხუმარში აქედან ახართ ფუძე, აქედან არის თქვენი არღულიანების თუ მოსულები ხართ? დღესდღეობით ითვლება, რომ არღულიანების ძირითადი ფუძე არის ცხუმარი, სოფელი ცხუმარი, თუმცა ჩვენი წინაპრებისგან ვიცით გადმოცვებით უხუცესებისგან, რომ ჩვენ ცხუმარში მოსულები ვართ. არის ისეთი სოფელი, ბალცზემო მესტიის რაიონის სოფელი ადიში, საიდანაც უნდა ვიყოთ ჩვენ მოსულები შედარებით გვიან. აღნიშნულ გადმოცემას მხარს უჭერს ისიც, რომ არსებობს მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილი სვანეთის სულთა მატიანე, სადაც ჩამოთვლილი არის როგორც ცხუმარის, ასევე ბალცქვემო სვანეთის მოსახლე გვარები არიან ჩამოთვლილი და მათ შორის არსად არღულიანი არ გვხვდება. ანუ რომელი საუკუნეებია ეს, სადაც არ გვხვდება ჯერ? არც მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში შედგენილ დოკუმენტში არ გვხვდება და სხვათა შორის არც მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ, ან შესაძლოა მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში იყო შედგენილი. როდიდან ხვდებით უკვე რომელ საუკუნიდან გვარ არღულიანს? გვარ არღულიანს ცხუმარში როდის მოვედით, ეს დანამდვილებით არავინ არ იცის. დაახლოებით რომელ საუკუნეში ფიქსირდება უკვე გვარი? ნარატიულ წყაროებში მე-19 საუკუნეში მის მეორე ნახევარში ფიქსირდება გვარის სახელი არღულიანი, როგორც ბალცქვემო სვანეთის და კერძოდ ცხუმარის მოსახლეობა. მოყვამი გაქვთ? დიახ. ამ სოფელში რამოდენიმე მოყვამი შემოსნე, ერთ-ერთი არღულიანების არის ეს მოყვამი. დიახ. რომელ საუკუნეშია აშენებული? ზუსტად ვერ გეტყვით რომელ საუკუნეში არის აშენებული, თუმცა ეს მოყვამი დანგრეული იყო და შემდგომში აღადგინეს მისმა მფლობელებმა. ძირითადი ნაწილი კოშკებისა დანგრეული არის, რადგან დადიშქილიანები უკვე გვიან შუა საუკუნეებში უნგრევდნენ გლეხებს, უნგრევდნენ კოშკებს. იმიტომ არის ბალცქვემო სვანეთში რომ დანგრეული არის მოყვამები რა. ესე იგი, ადიში შეიძლება ჩავთვალოთ თქვენ ფუძეთ არღულიანების? საქმე იმაში არის, რომ დანამდვილებით ვერც იმას ვიტყვით, ადიში არის თუ არა ჩვენი გვარის წარმოშობის ადგილი. რადგან ჩვენ არღულიანებს თანამოძმეები გვყავს როგორც ჩრდილოკავკასიაში, ასევე აფხაზეთში. ჩრდილოკავკასიაში ცხოვრობენ არგვიანოები, რომელთა ნაწილი ვიცით რომ მე-20 საუკუნის დასაწყისში არის ცხუმარიდან გადასული, მაგრამ რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მოსახლეობა არის არგვიანოების და ის მეორე ნაწილი არის კი გვიან გადასული აქედან თუ ისინი ძირძველი მოსახლეობა არის ჩრდილოკავკასიის. ამის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაციას არ ვფლობთ. ზოგადად
სვანებით იყო დასახლებული ჩრდილო კავკასიის გარკვეული ნაწილი. გამომდინარე აქედან არ არის გამორიცხული, რომ არღულიანებიც ჩრდილო კავკასიიდან იყოს ჯერ ადიში გადმოსულები, ხოლო ადიშიდან შემდგომში ცხუმარში გადმოსულიყავით და ადიში იყოს მხოლოდ საშუალო რგოლი არღულიანების ჩრდილოეთიდან სამხრეთში მიგრაციის გზაზე. აფხაზეთი ახსენეთ, აფხაზეთშიც ბევრი არიან? აფხაზეთში არის ესეთი გვარი არგუნები არიან. ამასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო ის, რომ მამაჩემი 67 წლიდან აფხაზეთში ცხოვრობდა სოხუმში. და იყო იქ ესეთი პიროვნება, მისი თანამშრომელი იურა ბარგანჯია, რომლის სიმამრმაც, როდესაც გაიგო თავისი ძის თანამშრომელი იყო არღულიანი, მამაჩემი დაუპატიჟებია, ეგ სუფრა გაუშვია ოჯახში და ესეთი რამე უთქვამს, რომ ჩემი ოჯახის კარი ყოველთვის ღია არისო შენთვის, რადგან არღულიანებს და არგუნებს ერთი სისხლი გვაქვს. ნუ არგუნები ძილი თითქოს გავს ერთმანეთს. ხო, გავს. უფრო გავს კიდე აი არგუიანოს, არგუნი. და როგორც ვთქვა, ჩრდილო კავკასიიდან არიან თვითონ ისინი მიგრირებული, მაგრამ ჩვენი გვარის თავდაპირველი ფორმა არის არღულიანი. ესე იგი არგვიანოვები და არგუნები. კიდევ ვინმე ხო არ არის განაყარი თქვენი გვარიდან? არგვიანოების და არგუნების გარდა ჩვენი გვარის განაყარი არიან ლენტეხის რაიონში, კერძო სასაში მცხოვრები ონიანები. დანამდვილებით ახსოვთ ჩვენ წინაპრებსაც, გადმოცემით და თვითონ ონიანებსაც, რომ ყოფილა ესეთი ონი არღულიანი, რომელსაც რაღაც მკვლელობა თუ რაღაცა აქ შეემთხვა და წასასვლელი ქონია ცხუმარიდან და დასახლდა სასაში. და გადაიკეთა გვარი გახდა. და შემდგომში იმის შთამომავლები იქცენ უკვე ონიანებად. ვიცი რომ სვანებს გაქვთ ძმობის წესი და თქვენ განაყარებთან როგორი ურთიერთობა გაქვთ? ჩვენ განაყარ გვარებთან, რაც შემოვთხოვეთ, არგვიანოებთან დღესაც გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ძირითადად ონლაინ ურთიერთობა გვაქვს, არგვინებთან გვინდა რომ დავამყაროთ და რაც შეეხება ონიანებთან, როგორც ონიანები, ასევე არგვიანები ძალიან აფასებენ ამ ძმობას და არათუ აი ამ ჩვენი განაყარი გვარის ხალხთან და ვისაც ჩვენი სისხლი აქვს, არამედ გვაქვს ძმობის სპიცი დადებული ლატალში მცხოვრებ გირგულიანებთან. შემორჩენილი არის ესეთი დოკუმენტი 1918 წლის 28 მაისს არის ეს დოკუმენტი შედგენილი, რომელზეც არის ხელმოწერა ახმათ არღულიანის და ესტატე გირგულიანის. როგორც ჩანს და გადმოცემითაც ვიცით, რომ ჩვენ გვარებში მარტო მაშინ მათი ცოდნენ წერა-კითხვა. ახმათ არღულიანი იყო სასულიერო პირი და ესტატე გირგულიანის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ლატალელების მხრიდან, გირგულიანების მხრიდან ესტატე გირგულიანი აწერს ხელს და ჩვენი მხრიდან არღულიანების მხრიდან აწერს ახმათ არღულიანი ამ დოკუმენტს ხელს. როგორც ჩანს, მათი შედგენილი არის ამ შეკრებას ესწრებოდა 21 გირგულიანი და 18 არღულიანი. და იქ პუნქტები არის ჩამოწერილი ძმობის, რომ ერთმანეთს არ უნდა უღალატონ, რომ მაგაზე იფიცებენ და რომ არავინ არ თქვას, რომ ჩვენ ძმობას უღალატებთო და არღულიანების და გირგულიანების სასახელოდ უნდა ითქვას ის, რომ ამ ძმობის დადებიდან, უпростоოდ ეს ფურცელი არის 1918 წელს მოხდა ძმობის განახლება. არც ამ ძმობის განახლებიდან და როგორც ჩანს არც მანამდეც ძმობის განახლებიდან ერთი დაახლოებით 100 წლის განმავლობაში არღულიანებს და გირგულიანებს შორის და მათ ბადიშებს შორისაც არც ქორწინება ხდებოდა და არც საქორწინო ურთიერთობებში არ შედიოდნენ ბადიშებიც კი. სასულიერო პირი ახსენეთ. დიახ. რას გეტყვით მის შესახებ? არღულიანი იყო აქ ცხუმარში მსახურობდა? ბოლო წლები მას გატარებული აქვს სოხუმში ცხოვრობდა და სოხუმამდე ცხოვრობდა კოდორის ხეობაში, დალის ხეობაში. არღულიანების დიდი ნაწილი მე-20 საუკუნის დასაწყისში, მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გადასახლდა კოდორის ხეობაში. იქაც ცხოვრობდნენ არღულიანები და კოდორის ხეობიდან შემდგომში ახმათ არღულიანი ცხოვრობდა, ბოლო წლები გაატარა სოხუმში. ახმათ არღულიანის გარდა თუ იყვნენ კიდე სასულიერო პირები არღულიანები? სხვა სასულიერო პირებზე, არღულიანებზე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა დღეს გვყავს სამი სასულიერო პირი, სამივე შავი სამღვდელოების წარმომადგენელი, მამა თეოდორე, მამა თეოფანე და მამა ექვთიმე. სოფელში ტაძარი გაქვთ? დიახ. არღულიანების სალოცავია? თუ სხვა გვარების? არა მარტო არღულიანების, თუმცა ეს ტაძარი არის მაცხოვრის სახელობის და არღულიანების წმინდა გიორგის მოცულებსაც გვეძახიან, თუმცა ჩვენი ძირითადი სალოცავი არღულიანების არის მაცხოვრის სახელობის ტაძარი. და ეს ტაძარი ძველი არ ვიცი ზუსტად რომელი საუკუნის არის, თუმცა შარშან აღადგინა ჩვენმა ბადიშმა
ერთ-ერთმა ბიზნესმენი და მეცენატი არის ესეთი ირაკლი გურჩიანი და თქვენი გადაცემის მეშვეობით მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოვახსენო მას ამ საშუალო საქმისთვის და ეწეოდეს მას როგორც ჩვენი სოფლის ტაძრის ძალადამალი ასევე სრულიად სვანეთის. ბატონო ირაკლი, დაახლოებით რამდენი იქნებით არღლიანები სულ დედამიწის ზურგზე? რა თქმა უნდა, ახლა ზუსტ ციფრს ვერ გეტყვით თუ რამდენი ვართ არღლიანები, რაოდენობრივად, თუმცა მინდა გითხრათ, შემიძლია გითხრათ, რომ არღლიანები ვართ 4 ძირითადი თემი. ეს რას ნიშნავს? ყოფილა 4 ძმა არღლიანი, მათი სახელები ალუბს, ისმა, ჯაგუ და ჯანჩიკ. და მათ შთამომავლობა შესაბამისად ქვია ალუბსერ, ისმერ, ჯაგვერ და ჯანჩიკერ. ანუ მათი შთამომავლები რა. ეს 4 ძმისგან არიან არღლიანები სოფელ ცხუმარში? კი ბატონო, სოფელ ცხუმარში და ცხუმარიდან გადასულები ვინც არიან, სულ ყველა აი ამ 4 თემში ეტევა. და არსებობს კიდე ქვეშტოები, მაგალითად ყაზერ, რაითეგერ, გუვერ და ასე შემდგომ. არსებობს კიდე ქვეშტოები თვითონ ამ თემებში. მათი შვილიშვილები და შემდგომი თაობა. დიახ, კი ბატონო. კიდევ რას გეტყვით თქვენი გვარის შესახებ? ესე იგი, მაცგი გოშუანთან და არჩილ ჯაჭულიანთან ერთად ჩვენი სოფლის რევოლუციური ორგანიზაციის მეთაურები იყვნენ ნიკოლოზ, ვასილ და გეყო არღლიანები. ნიკოლოზ არღლიანი სვანეთის რევოლუციური კომიტეტის მიერ გაგზავნილი იყო ქუთაისში საერთო მდგომარეობის გასაცნობად მაცგი გოშუანთან ერთად. ვასილ არღლიანის მეთაურობით იმავე წელს 1905 წლის ზამთარში ცხუმარის რევოლუციონერებმა ბეჩოში საბოქაულო ასე ვთქვათ საბოქაულოს თავს დაესხნენ და საბოქაულოს მთელი საქმეები ცეცხლს მისცეს. ამის შემდგომ სვანეთის საბოქაულომ არსებობა შეწყვიტა. ბატონო ირაკლი, საბოქაულო ახსენეთ, მე პირადად არ ვიცი რა არის საბოქაულო. რო განგვიმარტოთ ამის. მას შემდეგ რაც რუსეთმა შეიერთა სვანეთი, სვანეთში, კერძოდ სოფელ ბეჩოში დაინიშნა სვანეთის მმართველად ბოქაული. და მის ადმინისტრაციას ერქვა საბოქაულო. და სწორედ ეს საბოქაულო გაანადგურეს და იქ არსებული ყველა საქმეები დაწვეს რევოლუციონერებმა. ეხლა გასაგები რო იყოს რევოლუციონერთა ბრძოლის მოტივი. ცხადია იყო სოციალური საკითხებიც, თუმცა ერთ-ერთი რაც იმ დროინდელ სვან რევოლუციონერებს ადარდებდათ და რაც იწვევდა პროტესტს, ეს იყო იმ დროს მიმდინარე რუსიფიკატორული პოლიტიკა. სკოლებში აიდევნებოდა და რუსულად მიმდინარეობდა სწავლა და ცდილობდნენ რუსიფიკატორული გარუსებას ცდილობდნენ მოსახლეობის რა. საბოქაულოს გადაწვით დასრულდა ცხუმარში ეს ისტორია რუსეთის? იმხანად საბოქაულო გაუქმდა, რა თქმა უნდა, მაგრამ 1905 წლების რევოლუცია, როგორც მოგეხსენებათ, დამარცხდა. მეფის ხელისუფლებამ ყველა ის პირი, ვინც ძირითადად ხელმძღვანელობდა აჯანყებას, ის პირები ყველა პასუხისმგებაში მისცეს. თუმცა ჩათვალეს, რომ ზოგიერთი მათგანი, ვინც აქტიურად მონაწილეობდა საბოქაულოს გადაწვის ამბავში, ჩათვალეს, რომ ზოგიერთი მათგანი ისევ უნდა დაეჭირათ, თავისუფლები იყვნენ და ამიტომ ჩამოსულან შეუპყრიათ ერთ-ერთი იყო მაგალითად შამფრიანების გვარის წარმომადგენელი იყო ერთი ჯაჭულიანი, ასევე გოშუანი და მათთან ერთად 4 არღლიანი შეიპყრეს. და მიყავდათ ჩაფრებს და ბოქაულს მიყავდათ ცხუმარიდან, მაგრამ მათ გამოუდგნენ ქალები მესე და მელანი არღლიანების მეთაურობით და თავს დაესხნენ ამათ ქვებით შეიარაღებული და ხელკეტებით, თავს დაესხნენ მოულოდნელად ჩაფრებს და დაპატიმრებლები, რამოდენიმე მათგანს იარაღიც აღყარეს თურმე და დაპატიმრებლები გაანთავისუფლებინეს და იმ დროს უკვე ძირმომპალი იყო მეფის ხელისუფლება და ამიტომ შერჩათ ეს ყველაფერი. ომის გმირები თუ გყავთ არღლიანები? არღლიანები მონაწილეობდნენ როგორც პირველ მსოფლიო ომში, ასევე მეორე მსოფლიო ომშიც არაერთი მონაწილეობდა. პირველ მსოფლიო ომში პირადად ჩემი დიდი ბაბუა ივანი არღლიანი მონაწილეობდა, რომელიც 21 წლის ასაკში გაუწევიათ და თურქეთის ფრონტზე იბრძოდა.
იქ საკმაოდ მძიმე დაჭრა კიდევაც, მაგრამ შემდგომში ლაზარეთში იწვა, შეუნარჩუნეს სიცოცხლე. მეორე მსოფლიო ომში სვანთა განსაკუთრებული რაზმის 20 მეთაური იყო კოტი არღულიანი, რომელიც მესტიის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ უღელტეხილებს იცავდა გერმანელი ფაშისტებისაგან. ქულხორისა და მარუხადანგის უღელტეხილის მონაკვეთზე კი ცხუმარიდან კოდორის ხეობაში გადასახლებული მაჰარბი და ილია არღულიანები იბრძოდნენ. ასევე ყავს აფხაზეთის ომის გმირები. 4 კაცი არის დაღუპული, ერთი მეხუთე არის უგზო დაკარგული. ამათ გარდა ყავს კიდე არაერთი მონაწილე აფხაზეთის ომის ერთიანობისაც ვინც იბრძოდა, რომელთა ნაწილი იმდენად იყო დაჭრილი, რომ სამუდამოდ დაინვალიდდა. თუმცა აუცილებლად მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ომარ ილიასძეს არღულიანის გმირობა, რომელიც სულ 27 წლის იყო, როდესაც დაიღუპა, 6 ჯერ იყო დაჭრილი. თავიდან იყო ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი მონაწილე აქტიური და მხარდამჭერი, შემდგომ როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, იბრძოდა ყოველთვის წინა ხაზზე, 6 ჯერ დაიჭრა მთლიანობაში, 3 ჯერ იყო მძიმე დაჭრილი, როდესაც საავადმყოფოში იწვა, თუმცა რა ვარც კი ფეხზე დადგებოდა, ბოლომდე გამოჯამრთებულიც არ იყო, ისე ბრძოლისთვის უბრუნდებოდა და სულ ჰქონდა 16 ტყვი ამოხვედრილი, ერთი გულისარიდან ვერ ამოუღეს, მაინც წავიდა ბოლოს ისე ბრძოლისთვის დაუბრუნდა და ერთ-ერთი შეტევის დროს აფხაზთა განხორციელებული მასირებული შეტევის დროს კოდორის ხეობაზე მაგ დროს დაიღუპა ცხონებული 27 წლის ასაკში. მებრძოლის სულის ადამიანი ყოფილა ბატონი. კი ბატონო, სხვათა შორის არ მინდა ახლა ესე ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ ზოგადად მებრძოლის სულის ხალხი იყვნენ ჩვენი წინაპრები. ისინი სვანური ესეთი სიტყვა არის შგვირი ჟახე, შგვირი არის სირცხვილი, ჟახი არის სახელი, ანუ სირცხვისა და სახელის მაყურებელი ხალხი იყვნენ. არაერთი შემიძლია ჩამოვთვალო ესეთი სახელი, ვინც თავისი ვაჟკაცობით თავის გვარს თეთრი ქუდი დაახურა, მათ შორის იყვნენ ილია და ემზარ არღულიანები, ამაი არღულიანი და სხვადასხვა, ხა ყველა რა თქმა უნდა მე არც ვიცი და ვერც გავიხსენებ ამ წუთას. თუმცა არღულიანები არა მარტო საკუთარი გვარის და ჯიშჯილაგის ღირსებაზე და ბედზე ზრუნავდნენ, ისინი საიმედო იყვნენ თანასოფლელთა თუ სხვათა მიმართ, ვისაც გვერდში დგომა სჭირდებოდა. ამასთანავე მინდა გავიხსენო, დღემდე ძალიან მადლიერები არიან ეცერიდან ხორგვანების გვარს მოუწია თურმე გარკვეულ მიზეზთა გამო წამოსვლა და არღულიანებს შეუფარებიათ 2 წლის განმავლობაში. და თავიანთ სახში მიიღეს თურმე არღულიანებმა. ეხლა მაინც არ არის აუცილებელი რომ ვახსენო რომელი თემის წარმომადგენლებმა, მაგრამ ერთ-ერთი თემის არღულიანებს ერთ-ერთი თემის წარმომადგენლებს შეუფარებიათ, მაშინ როგორც ჩანს, იმ 4 ძმის განაყარი უკვე ცალ-ცალკე ცხოვრობდით და დიდი ოჯახები იყო მაშინ სვანეთში და ერთ-ერთი ჩვენმა თემმა შეიფარა ხორგვანები და დღემდე ძალიან მადლიერები არიან. წინა დღეს დასაზუსტებლად ვესაუბრე წალკაში ცხოვრობს ესეთი კაი კაცი სკოლის დირექტორი კოტე ხორგვანი და მან დამიდასტურა ეს რაც ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ გადმოცემული, მანაც იგივე როგორ არაო და ჩვენო ხორგვანები თქვენ ლახუბაშერს გეძახდით, ანუ მოძმეებად მივაჩნდით მას შემდგომ. ლახუბაშერ მოძმეებას ნიშნავს? მუხბე არის ძმა და ლახუბაშერ ანუ საძმო, მოძმეები რა. გითხრეს რომ მომრიგებლები ყავდეთ გვარში და მის შესახებ ცოტა დაწვრილებით რომ გითხრათ. კი ბატონო, ჩვენ გვარში არაერთი ღირსეული კაცი იყო, რომელთა სიტყვას ძალიან დიდი წონა და ფასი ჰქონდა საზოგადოებაში. მათ შორის იყვნენ პავლე, რაჟდენი, კოტე და სხვადასხვა სახელები ახლა ყველას ვერ გავიხსენებ, თუმცა არაერთი ყოფილა. დიდი სიყვარულით და მოწიწებით მინდა გავიხსენო ჯოტო ზაქარიასძე არღულიანი, რომელთან ურთიერთობის დანაცვლების პირადად მქონდა მაგის ბედნიერება. მომრიგებელი იყო ბატონი ჯოტოც? დიახ, ბატონი ჯოტო იყო ერთ-ერთი ცნობილი მომრიგებელი და მედიატორი, რომლის სიტყვას ძალიან დიდი წონა და ფასი ჰქონდა არა მხოლოდ ჩვენ სოფელში. და იყო გამორჩეული აი თავისი ღრმა აზროვნებით და ინტელექტით. მინდა ესეთი ფაქტი გავიხსენო, ერთხელ მე და ჩემი ძმა ვიყავით მასთან სტუმრად და სუფრასთან ესეთი რამე თქვა, თვითონ თამადობდა თან და ესეთი რამე თქვა ერთ-ერთ სადაგზელოში, რომ 21 საუკუნეში უკვე დრო არისო, რომ კაცობრიობა მივიდესო იმ დასკვნამდე, რომ სიტყვა მტრობა ამოვიღოთო ლექსიკონიდან. ბატონი ჯოტო როგორც ვიცი, მომღერალი იყო.
კი ბატონო, ჯოტო იყო მომღერალი, თითქმის აი გარდაცვალებამდე, თითქმის ბოლომდე სცენაზე იდგა, ეხლა ბოლო წლები მან გაატარა თეთრიწყარის რაიონ სოფელ დიდგორში, ანსამბლი დიდგორის ერთ-ერთი წევრი იყო და ღრმა მოხუცებულობამდე აი 98 წლის ასაკშიც სცენაზე იდგა. სხვა არღულიანების შესახებ გამოჩენილი წამაყო არღულიანების შესახებ რას გეტყვით? პირველ რიგში მაშინ ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებს დავასახელებ, ხო? კი ბატონო. მაგალითად იყო ბაბუაჩემი ვიქტორ არღულიანი იყო პლატონ დადვანის მიერ ჩამოყალიბებული მესტიის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლის ერთ-ერთი წევრი იყო, ანსამბლის, რომელმაც 50-იან 60-იან წლებში არაერთი პირველი ხარისხის დიპლომი მოიპოვა. ასევე გვყავს ვალერი არღულიანი, რომელიც სოხუმის თეატრში მოღვაწეობდა. არაერთი არღულიანი იყო სხვა დროს მაღალ თანამდებობაზე მუშაობდნენ და მაღალ და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდნენ, მათ შორის თუნდაც ვალერის ძმა ამირანი, ასევე მინდა დავასახელო ამირანთან ერთად აუცილებლად მინდა კოტე არღულიანი. კიდე ვინ არიან გამოჩენილი არღულიანები? საამაყო ხალხი. საამაყო ხალხი არაერთი ყავდა, სხვათა შორის მათ შორის შალვა, სტანისლავი, კოტე, სოსო, პავლე, სოსო პავლეს ძე, სოსო კოტეს ძე და კიდე სხვადასხვა ბიძინა არღულიანი. ეხლაც არიან სამხედროები, როგორც ვიცი, არღულიანები. ამჟამად საქართველოს თავდაცვაში არაერთი არღულიანი მსახურობს. მათ შორის განსაკუთრებით აღნიშნის ღირსია არკადი არღულიანისა და რობერტ არღულიანის ღვაწლი. განსაკუთრებულ წარმატებას კი მიაღწია რობერტ არღულიანმა, რომელიც იყო აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი, სხვადასხვა დროს იყო აღმოსავლეთ სარდლობის შტაბის უფროსი და სამხედრო ატაშე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. მე მოხარული ვარ, რომ გაგიცანით ერთ-ერთი საამაყო, შეგიძლიათ თქვენი თავით ჩაამატოთ საამაყო არღულიანებში, რადგან ძალიან კარგად იცით თქვენი გვარის ისტორია და კარგი ისტორიკოსი ბრძანდებით. დიდი მადლობა ბატონო ირაკლი. მადლობთ და მინდა ბოლოს ესეთი რამე გითხრათ, ჩვენ როგორც წეგან აღნიშნე ვართ მაცხოვრის მლოცველები, მაცხოვარი არის ჩვენი ძირითადი სალოცავი არღულიანების და მინდა ვთქვა ესეთი რამე, რომ მაცხოვრის ძალა და მადლი და სრულიად სვანეთის სალოცავები ფარავდეს როგორც ჩვენ გვარს, ასევე სრულიად საქართველოს. გაიხარეთ. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციებისათვის. არ შემეძლო თქვენთვის არ გამეცნო სოხუმის სახალხო არტისტი და საქართველოს დამსახურებული არტისტი ბატონი ვალერი არღულიანი. გამარჯობა ბატონო ვალერი, მოგესალმებით. გამარჯობათ. ჩვენ ვიყავით სოფელ ცხუმარში. ხო. და ბევრი საინტერესო ისტორია მოვისმინეთ არღულიანების შესახებ. და გავიკეთოთ თქვენ აფხაზეთიდან ბრძანდებით არღულიანი, რომელიც დამსახურებული არტისტი ხართ და რაიმე გვინდა გაიხსენოთ თქვენი სამსახიობო კარიერიდან, რაც აფხაზეთს უკავშირდება. ოი, გასახსენებელიც მეტი რა არის და იმ გახსენებითა დღეს რო ვცხოვრობ თბილისში. თუ რაიმე კარგ ხასიათზე მინდა დავდგე, ვიხსენებ ქაურობას და მე ამით ცხოვრობ და ცოცხლობთ ჩვენ აფხაზეთიდან დევნილი ხალხი. როგორ მოხდით თეატრში? რატო გადაწყვიტეთ მსახიობობა? ნუ მსახიობობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ რაღაცა ლექსის კითხვის უნარი მქონდა სკოლაში. და მე წამოვიდა ეს აზრი, რომ აი ვალერი ხელოვნებაში ალბათ სცენაზე რაკა იქნებოდა. და აქედან წავიდა და მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში და დავამთავრე თეატრი და იმიქიდან მე წავედი რა თქმა უნდა სოხუმის თეატრში. ხო და სხვა თქვენს გარდა კიდე არიან მსახიობები ან ხელოვნებაში სხვები არიან არღულიანები წასულები? არღულიანები ჩემი იმით არა. მე ვერ ვიხსენე, არ სამსახიობო კარიერით? არ მახსენდება არღულიანი. ბატონო ვალერი, მაინტერესებს რაიმე ისეთი ისტორია სხვა გაიხსენებთ თქვენი კარიერიდან, სამსახიობო კარიერიდან? უამრავი იყო ასეთი კომუნისტების დროს
თეატრს ჰქონდა გეგმა. რომ ამდენი და ამდენი სპექტაკლი უნდა ითამაშო ამ და ამ რეგიონში. ასეთი გეგმა იყო. ეს გინდა თუ არ გინდა, უნდა წასულიყავი და უნდა გეთამაშო. ნუ მაშინ რაიკომის მდივანი, კოლმეურნეობის თავმჯდომარე. ერთ-ერთ სპექტაკლში იყო ასეთი, რომელიც სულ მახსოვს იმ კაცის სახეც და თეთრ ბაირაღებს თამაშობდით და შესვენება ცხელა შესვენება ზივართ ახლა და ეს ამას ვითამაშებ და მივდივარ სოხუმში. всё, ბოლო სპექტაკლია. გაიღო კარი და შემოვარდა ეს კაცი. მე ძალიან ნაწყენი ვარ თქვენი. ვაიმე რა ხდება რა. ჯერ ერთი წამოწოლილი კონცერტი მე ჯერ არ ვინახია. მეორე გუშინ წინ დაიჭირეს ჩემი ბიძაშვილი სულ ტყუილა უბრალო გამო არაფერი დანაშაული არ ქონდა და ვიფიქრე ამ ციხეს და იმას და აგერ კონცერტს თვალს გავაყოლებ მეთქი და მოვედი და კიდე ციხის ნახვა მინდოდა მე სულ ტყუილა გადავიხე და საერთოდ არაფერზე არ გამიცინია მე და ძალიან ნაწყენი ვარ მე თქვენი ასეთი წამოწოლილი კონცერტის ნახველი ჯერ პირველადა ვარ მე იქ ნარებზე ხო წევარ და ხო ერთი სპექტაკლზე კიდე ასე წინზის მოხუცებული კაცი. ხო და ჩაქრა სინათლე. და ხალხმა გთხოვა რომ ისო სანთლებს მოვიტანთო და გააგრძელეთო, დაამთავრეთო. მოიტანეს სანთლები, ავანთეთ ყველაფერი და წინზის მოხუცებული კალიონით. ხო და შუა იმაში შეჩერდი თქვენ და გამოვიხედეთ და ეს კაცი ადგა ამოვიდა სცენაზე ამ სანთელში ეს კალიონი ჩაყო მოუკიდა და ჩამოვიდა დაждდა ფეხი ფეხზე გადოდა გააგრძელეთ ახლა და მე რა თქმა უნდა ყოველ საღამოს უშველებელი დიდი კოლმეურნეობის თავმჯდომარეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ვინ უფრო დიდ სუფრას გაშლიდნენ და ნუ იქ ხო იყო და იყო ჩვენი გვარის ირგლიო ერთი საინტერესო მინდა მოგიყვეთ აი გვარები როდესაც არ შეიძლება შეუღლება აი ესეთ რამაზე წერილს აუბრობდით ჩვენ და აი ეს გაგვიშიფრეთ თქვენი განაყოფები ვინ არიან სოხუმში კულტურის მინისტრი იყო არგუნი კაიკაცი სხვათა შორის აფხაზი ერთ დღეს მოვიდა ჩემთან და მეუბნება რომ შენ იცი რომ ჩვენ ნათესავები ვართო მე არღულიანი ვარ ის არგუნია რატო არ მე მაგის ნათესავი და მომცა ამხელა დიდი სქელი წიგნი აბა წაიკითხე ესო და ნახავო შენაკო. წავიკითხე და რა წერია არღულიანების გვარზე. იყო სამი ძმა, არგუ და ონი. გამოიქცნენ იქიდან, სვანეთიდან რაღაცა დანაშაულის გამო და გახდა სამი შტო, არღულიანი, არგუნი და ონიანი. ну ეს სამი გვარი ამ სამი ძმიდან წამოვიდა ეს გვარები. ახლა მე სიძე მყავს ონიანი და მაგას მოუყევი ასე არის თქო და კიო არისო ონიანების ერთი გვარი ჩვენი ნათესავები არიან ერთი შტო და მაშინ დავამტკიცე რომ ის კაცი მართალი იყო ის აფხაზმა სწორ დიდი შრომა აქვს ამ კაცს ამის კვლევაში ჩადებული თავისი გვარის კვლევაში და ზუსტად დაწერა ის რაც იყოს არღულიანების გვარში და დღესაც ონიანების ერთი შტო და არღულიანები ნათესავები არიან და ჩვენ ერთმანეთის როდესაც ონიანის მოყავს ცოლად ან პირიქით აუცილებლად კითხულობენ ეს რომელი შტოდან არის და ჩვენ ნათესავები ხო არა ვართ აი ეს ვიცი მე არღულიანებზე გვარის შესახებ. ერთი ვიცი, სხვათა შორის ძალიან კაი მხატვარია. ნოდარი არღულიანი არის ასეთი. ძალიან გადასარევი მხატვარი არის. ძალიან ისეთი ის არის პარი კანუ ერთი სიტყვით ხატავს და არა იმისათვის რომ ის გაეყიდოს არამედ აი თავისი სიამოვნებისათვისაც ხატავს
და მე რო უყურებ მის ნახატებს, ძალიან სერიოზული ნახატებია და მე მინდა რომ თქვენ ის გაიცნოთ. ზაზა არღლიანი, რომელიც მე ძალიან მომწონს, ძალიან განათლებულია, ძალიან საინტერესო ლექსები აქვს დაწერილი, სვანური ლექსები აქვს, ისეთი გადასარევი, რომ პირდაპირ რო უსმენ სიამოვნებს, რომ ამ დონის სვანური იცის ამ კაცმა. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციისათვის და ჩვენ აქედან ნოდა და ზაზა არღლიანებთან გადავინაცვლებთ და გაჩვენებთ მათ ნაშრომებს. ვალერი არღლიანმა გითხრა რომ კარგი ხელოვანი ადამიანი გყავსო, ზაზა არღლიანიო და ვესტუმრეთ მას. გამარჯობა ბატონო ზაზა. მეთმა გაგიმარჯოს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გაიხარეთ. მითხრა რომ ხელოვანი ადამიანი არისო თქვენზე. და ბევრ კარგ რამეს აკეთებსო და მინდა რომ როგორც საამაყო არღლიანი ეგრე ჩამიწეროთ ეს კაცი გაესაუბროთ და თქვენი პროფესიის შესახებ რომ მოგვიყვეთ რა გაგიკეთებიათ სოფლიოსთვის ქვეყნისთვის. ხო, მოგახსენებთ. ხელოვნება ერთ სიტყვით თანდათან შევისწავლე, თვითნასწავლი ვარ. ხოლო პროფესია რაც შეეხება პოლიტექნიკური ინსტიტუტი, ჰიდროტექნიკური მშენებლობა. ანუ მშენებლობაც არის და სამდინარო ნაგებობები, ხიდები, გესები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე მნიშვნელოვანი რა გაგიკეთებიათ თქვენ ცხოვრებაში? ამ ხრივ. ამ ხრივ საქართველოში დაჟე არ მიმუშავია და აი პეტერბურგში ცხოვრების დროს 17 წელი ვიცხოვრე. აი მართლა ვიმუშავე ჩემი სპეციალობით. ეს იყო პეტერბურგის დამბა. მოკლედ რომ ჩავედი პეტერბურგში 2000 წელში. აი თავიდან როცა გაზაფხულზე მოქცევები იწყებოდა, ქალაქის ნაწილი იძირებოდა 12 წლის შემდეგ გაიხსნა დამბა აშენდა, ანუ რომელმაც ესე იგი ეს ფინეთის ყურე გადაკეტა მთლიანად. ბატონო ზაზა, თვითონ არღლიანების შესახებ რას გვეტყვით? თქვენ სოფელზე რამე საინტერესო ისტორია ხომ არ გაიხსენებთ? არღლიანების შესახებ გეტყვით კი, ძირძველი გვარი ვართ და ძალიან ბევრი მოგვარეები ყავს. ყაბარდო ბალყარეთში 155 მოსახლე ცხოვრობს თებერდის რაიონში არგვლიანოვ. აი ესე უწერიათ. არგვლიანოვები არიან და კონტაქტობთ და არღლიანები. ანუ ნათესაობთ როგორც არღლიანები. და სხვათა შორის ყაბარდოში კიდე ებზეევები, ასეთი გვარი არის, ისინი ჩემლობენ ჩვენი წინაპარის არღლიანი იყო. და სულიად შესაძლებლად მიმაჩნია რომ ეგრე იყო. მე ვიცი თქვენ პოეზიასაც ეხებით, თქვენ სოფელზე გაქვთ სვანეთზე დაწერილი ლექსები, რომ წავგიკითხოთ ეს ლექსები. კი ბატონო, წაგიკითხავთ. სვანეთზე მაქვს რამოდენიმე ლექსი და ამათგან მე თვითონ ყველაზე უფრო აი ახლა რომელსაც წაგიკითხავთ ის მომწონს და იმას წაგიკითხავთ. მიიკლაკნება ვიწერო ხეობა, წინ მეგებება მთების აჩრდილი. სულს მეუფლება ძალა მხნეობა მიუყვები ნაცნობ დავიწერო ბილიქს. ნელა მივიწევ მაღლა და მაღლა ღრუბლებს ვეხები შიშველ ხელებით. ცოტაც და თვალწინ გადაიშალა ჩემი სვანეთის მთები ველები. კავკასიონის თაიგულია, შხარა თეთნულდი უშბა ამაყი, თითქოს მათ შორის გადაბმულია თეთრი ნისლების გრძელი ჰამაკი. დგას თავ მომწონეთ კოშკთა ლაშქარი, ნაშენი ნათალ ქვითა და კირით, მათ არაშინებთ ყინვა და ქარი, ბევრი უნახავთ ხინიც და ჭირით. აქ მზეთ სულ სხვანაირად ანათებს. აქ თვარი შუქსაც სულ სხვა ფერი აქვს, ჩანჩქერი კარგავს თეთრად ქარაფებს. ჯიხვი დარაჯობს მის იმპერიას. ისმის დინარის მოთქმა ღრიალი, ენგურს ვერ უძლებს მისი ნაპირი, ტყეში საამოდ ფოთოლჩრიალი, ცადაფრენილი კივის არწივი. აღმაფრენას გრძნობ სულით ხორცამდე, ამ სილამაზის ნაწილი ვხდები, ფეხით ავდივარ, მეშვიდეცამდე, ღმერთთან ახლოს ვარ, მას უერთდები. დიდი მადლობა საინტერესო საღამოსათვის ბატონო ზაზა.
გაგვილოცი არღულიანები და დავალთ მივხედავთ ჩვენ საქმეს. არღულიანებამდე თქვენ უნდა დაგლოცოთ, ჩემი სტუმრები ხართ. თქვენ გაგიმარჯვოთ, თქვენ საქმეს გავუმარჯვოთ და დავი, სულ წარმატებები მისურვებია. წმინდა გიორგის მადლით ყოფილიყავით დალოცილი. კარგად ჯანდებოდეთ. გაიხარეთ, მადლობა. ჩვენ ამით გემშვიდობებით და არღულიანებო, გთხოვთ, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი მისი გორის ახარ. არ დაგავწოდეთ. არღულიანების დღევანდელ ფუძედ მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელი ცხუმარი ითვლება. გადმოცემის თანახმად არღულიანები ამ სოფელში ბალს ზემო სვანეთიდან, სოფელ ადიშიდან ჩამოვიდნენ. ისინი ჩანაწერებში დაახლოებით მე-19 საუკუნიდან ფიქსირდებიან და გვარის ფუძედ მამაკაცის სახელად არღულა ითვლება. არღულიანები წირვა ლოცვას მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენენ. მათ თანამოძმეები ჰყავთ ჩრდილოეთ კავკასიასა და აფხაზეთში. ასევე ძმობის ფიცი აქვთ ლატალში მცხოვრებ გირგულიანებთან. გვარში იყო მოძღვარი სახელად ახმად არღულიანი და დღესდღეობით ყავთ 3 მოქმედი სასულიერო პირი: მამა თეოდორე, მამა თეოფანე და მამა ეგვთიმე. არღულიანებში 4 ძირითადი თემია. 4 ძმისგან სახელად ალობს, ისნა, ჯაგუ და ჯანჭიკ. სწორედ მათგან არღულიანები სოფელ ცხუმარსა და სხვადასხვა ადგილებში გამრავდნენ. კაბარდო-ბალკარეთში, თებერდის რაიონში 150-ზე მეტი კომლია, რომელიც არღულიანოვების გვარს ატარებს. ასევე ებზეევების გვარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ წინაპართა გადმოცემით ისინი არღულიანები იყვნენ.